აუცილებლად, კი ბატონო, სანამ გავარკვევთ სად როგორი ამინდია, მილანში არაჩვეულებრივი ამინდი იყო, მინდა გითხრათ. მაღალი ტემპერატურა იქნება. საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო, მოკლედ მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს დიზაინერების ნაწილმა საზოგადოებას 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექციები უკვე წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ წელს მოდის კვირეულს მილანი ჯორჯო არმანის გარეშე ხდება, გახსნის ცერემონიალზე ლეგენდარული დიზაინერის ხსოვნასაც მიაგეს პატივი, პარალელურად იტალიის ერთ-ერთი უდიდესი სურათების გალერეა სახელწოდებით პანაკოთეკა ბრავა ჯორჯო არმანის ახალი გამოფენით გაიხსნა, რომელიც 1133 ნამუშევარს აერთიანებს. მისი ნახვა ვიზიტორებს 2026 წლის 11 იანვრამდე შეეძლებათ. მილანის მოდის კვირეულზე ჯორჯო არმანის გარდაცვალების შემდეგ პირველი ჩვენება შედგა უცხოური მედიის ცნობით კოლექციის წარდგენის შემდეგ პოდიუმზე დიზაინერის ოჯახის წევრი რობერტა არმანი გამოვიდა, რომელსაც სტუმრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მილანის მოდის კვირეულის გახსნაზე დემნა გვასალიამ საზოგადოებას ქუჩის პირველი სადებიუტო კოლექცია და ფილმით სახელწოდებით Tiger წარუდგინა მოკლემეტრაჟიან კინოსურათში. ერთ-ერთ მთავარ როლში დემი მური გვევლინება. ნამუშევარი იტალიური მოდის სახლის ისტორიას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. ქართველი დიზაინერის სადებიუტო კოლექცია 40-მდე სამოს აერთიანებდა და მასში მუქი ფერის ტონები ჭარბობდა, შავი ფერი ზოგადად უყვარს ხოლმე დემნას და ეს რაღაცნაირად გონია, რომ თბილისის და საქართველოს 90-იანი წლების გავლენაა, რომელიც მან გადაიტანა მსოფლიო მოდაში და თან ისე გადაიტანა, რომ ყველა გადაიყვანა მერე მის ასე ვთქვათ შეთავაზებულ ფერებზე და განსაკუთრებით ელოდებოდნენ დემნა გვასალიას გამოჩენას მილანის მოდის კვირეულზე და სტატიებიც კი იწერება იმის თაობაზე, რომ მან აი მაინც თავისებურად გააკეთა ეს ყველაფერი კინოსურათის ჟანრში გულისხმობ ამ ყველაფრის წარდგენას წესების დარღვევადაც კი მიიჩნევენ ამას. თუმცა საინტერესო იყო და დემნარისი დემნაა ეპატაჟური რომ არ ეკნარავა, ხო? ეს არის ალბათ მისი ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რომ იმდენად ერთი შეხედვით უცნაურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც გონია რომ არ გაამართლებს და ამ დროს პირიქით მთელი მსოფლიო მომენტალურად გადადის მის რელსებზე. თუმცა დემნას გარდა ჩვენ ველოდებოდით და სრულიად საქართველოს მატილდა გვარლიანის გამოჩენასაც, რომელიც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მილანშიც ქართულ მოდელს. კი ბატონო, ქართულ მოდელს შავი ფერის სამოსი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის აქსესუარები ჰქონდა შეხამებული. დემნას სადებიუტო ჩვენებას დაესწრენ ასევე ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, ალექს კონსტაინი და დემი მური არიან. დემი მურს სწორედ დემნა გვასალიას მიერ გუჩისთვის შექმნილი კაბაც ეცვა, ესეც მე მგონი შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. მოსკინოს ჩვენებაზე კი კიდევ ერთხელ ვიხილეთ სვანური დუეტი მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი, კი ბატონო, ორი არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ნამდვილად ალამაზებდა და უხდებოდა ნარინჯისფერ პოდიუმს. საინტერესო სამოსი ეცვა ორივეს. კი და არ ვიცი, ხე, იმიტომ რომ ქართველები ვართ და ქართველები არიან და ორმაგად გულშემატკივრობთ ამის ბრალია თუ მე მგონი ობიექტურებიც ვართ და სუბიექტურებიც. მგონია რომ ორივე მათგანს აქვს გამორჩეულად უნიკალური გარეგნობა, რომელიც სხვებს არ აქვს და რაღაცნაირად ეს ქართული ნაკვთები, ეს ქართული სული მაინც იგრძნობა მათში და ამიტომაც არიან ასეთი მშვენიერები და ამიტომაც გამოირჩევიან იმ 1000 სხვა მოდელში, რომელიც პარალელურად თქვათ მილანის მოდის ჩვენებაზე გამოდის ხოლმე. და რაც მოდელებისთვის არის ეს ნასტასია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ის ხასიათი შეიძლება სტანდარტებში პირობითად ბევრი ჯდებოდე, მაგრამ არ კონდეს ის ხასიათი, არ კონდეს ის ინდივიდუალიზმი, რომელიც ამ ორ მშვენიერეს გოგონას აქვს და თუმცა ესე ნამდვილად არიან ის გოგოები, რომელსაც რო შეხედავ აუცილებლად გამახსოვდება. რაც არ უნდა ჩააცვა. კი ბატონო. კი ბატონო. ამიტომ წარმატებები ვუსურო დემნასაც, წარმატებები ვუსურო ჩვენს მშვენიერეს მოდელებსაც და გეტყვით ასევე იმასაც, რომ ეს ორი მოდელი ქართველი ერთად მაისში შანელის კრუზული კოლექციის ჩვენებაზეც გამოვიდა და ეს არ ყოფილა მათი პირველი ტანდემი, ასე ვთქვათ, დიდი საზოგადოების წინაშე. დიდი გამოხმაურება მოყვა ფენდის ახალ კოლექციასაც იტალიურმა მოდის სახლმა საზოგადოებას გამორჩეულად ფერადი და თამამი სამოსი შესთავაზა, როგორც გამოცემა Vogue წერს, კოლექცია სპორტული ენერგიის ბავშვური ახირებებისა და კაშკაშა ფერების სინთეზს წარმოადგენდა. გამჭვირვალე ქსოვილები, ყვავილებით გაფორმებული დეტალები, მაღალხუსლიანი ფეხსაცმელი და ხელოვნური ბეწვი, ასე დაინახა იტალიურმა მოდის სახლმა 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის სეზონი. ასეთივე ფერადი იყო ფენდის მიერ წარდგენილი ჩანთების ახალი კოლექციაც, რომელმაც მოდის კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ფენდის ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო
კიდევ ერთხელ გეტყვით მატილდა გვარლიანმა, ის არა მხოლოდ ფენდის ჩვენებაზე იყო, გუჩის 60-დაც ვიხილეთ, ფენდის 60-დაც ვიხილეთ და მოკლედ ყველა დიდი ბრენდის კი ბატონო. რა თქმა უნდა, ვისაუბროთ დიზელზეც, რომელმაც მილანის ცენტრში სტატიკური ინსტალაციები განათავსა და მოდის კვირეულზე ამგვარად გააცნო თავი ყოფ საზოგადოებას, იტალიური ბრენდის მოდელები კვერცხის ფორმის გამჭვირვალე ბურთებში იდგნენ, სტუმრებს კი თითოეულ მათგანთან ახლოს მისვლა და მათი დათვალიერება შეეძლოთ. ფოგის ინფორმაციით ხო, ძალიან უცნაურია და ალბათ რაღაცა ის იდეა, რომელსაც ატარებდა ეს ყველაფერი, ბოლომდე გადმოსცა დიზელმა და ბოლომდე გააგებინა, რაც თავარია იქ ყოფ საზოგადოებას. ამ ნაბიჯი დიზელმა გადაწყვიტა, რომ სიახლოვისა და ხელმისაწვდომობის განცდა შეექმნა იქ ყოფი დამსწრე საზოგადოებისთვის და მე მგონი გამოვიდა კიდეც მართლა ძალიან ორიგინალური იყო და კადრები, რომელიც მე ჩვენ ნახეთ და გავცელდა სოციალურ სივრცეში, კი. თითქოს ვიტრინაში დაგვანახა. ვიტრინიდან დანახული მოდა რაღაც ამგვარი სახელწოდებით. ჟანგბადი თუ ეყოთ საინტერესო, ძალიან პატარა. იყო იქ სპეციალური ადგილები დატოვებული, რომ ცუდ შედეგამდე არ მისულიყავით. მოკლედ კოლექცია ღია მწვანე ყავისფერ და იისფერ ქსოვილებს, ყვავილებით გაფორმებულ სამოს, მკაცრ და თავისუფალ სტილს აერთიანებდა და გამოჩნდა კიდეც ეს ყველაფერი.